დაახლოებით 11 საათზე ჩამოვედით ბათუმში და ორზე იყო ჩეკინი, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის. და იქიდან აქამდე ველოდებოდით ბერნში. ისე ცხელა და ვერ აგიხსნათ და გაუწყლოება მქონდა. ცივი ყავა მინდა. ნუშის რძით. ძლიერს დავაყენე ეს კამერა აქ, მაგრამ ცუდად დგას, მაგრამ იყოს არაუშავს. წახან გავუკვირდა. ცოტა მეძინება, მაგრამ სახის რუტინის შევიტარებ მოკლედ. ჩემი სახის დასაბანი გადმოვასხე რამხელა. რამხელა რაღაცაში და ამდენი, იმიტომ რომ მომეწყება ხოლმე რომ ვეყიდო პატარა ზომის travel size რაღაცებრივ ჩაასხა. ჩემი კანი ძალიან დარბილდა. სასტუმროებში შესაძაც ვარ ხოლმე, სახეს ყოველთვის მინიშრალებ სალფეტკით. ზოგადად არ მეყვარს სალფეტკით შემშქარება, მაგრამ რაღაცნაირად ვარ ხოლმე მაინც სალფეტკით შემშქარებ. მეც ძალიან ბევრი სალფეტკით იმშალებს სულ, მაგრამ მე არ მეყვარს. ეს არის ახალი პროდუქტი, რომელსაც ტესტავ 2 დღის წინ ვიყიდე, დერმატიკის შრატი, დამატენიანებელი. ნახოთ დრო რომ გავა როგორ მომეწონება. ატენიანებს სიმართლე რო გითხრათ, კარგად ატენიანებს, მაგრამ თითქოს ისე არ ატენიანებს, როგორც ორდინარი შრატი ატენიანებდა ჩემს კანს. მაგრამ ხავერდოვანი და რბილი ცოტათი გახადა. დღეს მივდივართ მწვანე კონცხზე. რადგან მწვანე კონცხების ძალიან ლამაზი. გუშინ იმდენი ვიარა 20,000 ნაბიჯი და ხები ძალიან შეშპობილი მაგახლაც. მაგრამ ბევრი სიარული არის ძალიან კარგი. რა თქმა უნდა, მზისგან დამცავი. ამის გადამცავის ერთადერთი ის არ მომწონს, რომ აქვს გლუვი ეფექტი ბოლოს, ანუ არაპრიალებს სახეს. და მე მეყვარს ის გადამცავი, რომლებიც თანაი ძალიან აპრიალებენ სახეს, მაგრამ იმდენად ხავერდოვანია შემდეგ კანი და თან ისე სწრაფად იწევს, რომ არაუშავს თუ არ პრიალებს. მორჩა. ცოტა ხანს ჩავიცვამ და წავალთ მწვანე კონცხზე. ეს რაც ახლა გამოიყურება. და გუშინ ნახევარი საათი ვეწოლე იმის გამო რომ დამესწორებინე და წუთში გახდა ზუსტად აი ასეთი როგორიც ახლა. ბათუმში თურქული ყავა არის დროს არ გამისინჯავს. რა ჭირს ამ ფოკუსს? თურქული ყავის taste test. ძალიან გემრიელია ხადა? ძალიან გემრიელია ეს.
მეტი ჭორფლები. შენ ამებში გაყრის. აი ამებში. აი. ვაუ. მე ცხვირზე მინდა. ეს არის ჩემი მესამე ჭიქა. აღარ თურქული ყავების მერე. იმიტომ თურქული ყავები ძალიან მძიმეა და ძლიერი. მაგრამ ჩემს ნებახლავს უშუალოდ რადგან დილით რო ვდექი თავი მდგია და ძალიან საოცრად. ხო და ახლა შედარებით ნაკლებად მდგება. წვიმას იწყებს ესე. ჩუმი ექსპედიცია. თავი მდგება. მაღაზიაში არასდროს არ შემიძლია რამის არჩევა. თუ ონლაინ არ ყვიდულობ. ამდენი ხალხი მოძრაობს, თან სულ რუსები არიან. აი დედას ეს ძალიან ლამაზია. ათომში დევიდან წვიმს. სხვა წვიმა როდესაც არის გირჩევთ რომ არ ჩაიცვათ, რაც ახლა მაწვია. ლამაზი ჩანვარა. გუშინ დავლია 2 ჭიქა მუდი, ღვინო 2 ჭიქა და დილით გავიღვიძე საოცარი თავის ტკივილით და 4 საათამდე თაობრო მეხვეოდა. რატომ ვარდება სახეში? ხარე კურსი დიდად არ მატკიებს. ის ცივი მდგენს. ცივი, საკმარისად ცივი შევჭამო და ეგრევე კუჭი მტკივა, აი საოცრად. ცივს ძალიან ცუდი ეფექტი აქვს. სინჯად ცეზარი. ხორცის გარეშე.
ყოველ წუთს შეყავებით ხელში დავდივარ მაგაზე ძალიან ყადაობდა დილა და წვიმამძლივს გადაიღო რადგან გუშინ ძალიან ცუდი ამინდი იყო და მინდა დღეს ასეთი აღარ იქნება იმიტომ რომ მინდა რომ ცოტა ხანის ღვაზე გავიდე მაინც და ოდნავ მომეკიდოს მზე მაგრამ ჯერ დილის ყავა რა თქმა უნდა მე მას ყავები ძალიან მომწონს ხარ ვიცი ვის არ მოწონს მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ძალიან მომწონს ბათუმი ძალიან მეყვარს რადგან აქვს თავისი დამახასიათებელი ესთეტიკა სილამაზე არ ვიცი ახლა რა გადავწყვეტე რომ დამეწყო საუბარი ცოტა უცნაურ დროს გადავწყვეტ ხოლმე ყოველფერს მალიბუ მოდი ნუ მოტუნებ მოდი მოდი ჩემი სიყვარული მოდი ნუ მკბენ მოკლედ ბათუმი არის აი არ ვიცი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქალაქი მგონია რა ვიცი საქართველოში რადგან ყველაზე თავისუფლად ამ ქალაქში გვგრძნობ ხოლმე თავს და ალბათ ადამიანების უმეტესი ნაწილი განსაკუთრებით ზაფხულში რადგან აი სწორედ ის სეზონია როდესაც თავისუფლება უნდა იგრძნო სიცოცხლით სავსე ენერგიით სავსე მართლა იმიტომ რომ მგონია რომ აი ყველანაირი სტრესი რაც მაქვს ამ ქალაქში მეხსნება ყველანაირი კომპლექსი რაც მაქვს ამ ქალაქში მეხსნება და რაღაცნაირად საკუთარი თავი ვარ რამდენჯერაც წავსულიყო ყოველ ჯერზე ვიყავი ძველ ბათუმში და ძველი ბათუმი არის ჩემთვის ძალიან საყვარელი იმიტომ რომ უფრო მეტად იგრძნობა ეს ძველი არქიტექტურა, ხელოვნება, საერთოდ ყველაფერი და აი რაღაცნაირად მე ზოგადად ძალიან მიყვარს ძველი ქუჩები, ყველაფერი ძველი, ამიტომ ძველი ბათუმი მან ჩემთვის უფრო ბათუმია ვიდრე ახალი ბათუმი, იმიტომ რომ ძალიან არ მომწონს ეს თქვათ ორბის ბინები, რაღაცა ეს ბრწყვილა შენობები მოკლედ ჩემი სტილი არ არის ყოველ შემთხვევაში. ძალიან იღბლიანები ვართ მოკლედ ქართველები, რომ მსგავსი ადგილი გვაქვს ზღვისპირა, სადაც შეგვიძლია ესე ძალიან მარტივად წავიდეთ. დავიწვი ცოტა. შევაშლა რომ გითხრათ და ჩემი ფეხები ახლა არის გავარვარებული მართლა. გაწითლებული და ცოტა ხანში ფარში ჩაჯდება და არა უშავს იმიტომ რომ ძალიან არ მეწვის. ეს უყურეთ ვაიმე საოცრად იკვინება მართლა. მალი ვინ არის ეს? უყურებ შენ თავს? უყურებ შენ თავს? მე დავარქვი სხვათა შორის ეს სახელი, მაგრამ ძალიან იკვინება, არ ვიცი, ძალიან იკვინება.